აი ასეა. JD Vance ახლა ილხან ომარს დასდევს. რაღაც რაც ჩვენგან უმეტესობას არ ესმის, როგორ არ მომხდარა ჯერ კიდევ, რადგან ეს ქალი ერთ-ერთი ყველაზე თაღლითია ყველა დროის ქალებს შორის. დაუჯერებელია, რომ ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია. მოდით ვნახოთ, რას ამბობს JD. ამას ვერასდროს გადავიტან. კარგი. ბოლოს და ბოლოს გავიგე, როგორ მუშაობს ეს დასაჯდომის სქემა. მინდა გითხოთ თაღლითობის საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის შესახებ. ადრე თქვით, რომ ილხან ომარმა როგორც ჩანს ჩაიდინა საიმიგრაციო თაღლითობა. ან ელით მის წინააღმდეგ ბრალდების წაყენებას, ბრალდებას, რომელიც ამ სიტუაციას უკავშირდება. Regan, არ მინდა გამოძიებაზე წინასწარი დასვენები გამოვიტანო. ანუ კითხულობ ილხან ომარზე და იმაზე ვიზზე დაქორწინდა თუ არა, ამაზე თუ იმაზე. ნამდვილად ჩანს, რომ რაღაც საეჭვო ხდება, მაგრამ ყველას აქვს კანონის წინაშე თანასწორი მართლმსაჯულების უფლება. ამიტომაც ვაპირებ გამოძიებას. შევისწავლით ამ საკითხს. თუ ვიფიქრებთ, რომ დანაშაულია, ამისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას დავიწყებთ და ამაზე ახლა იუსტიციის დეპარტამენტი მუშაობს. კარგი, ასე რომ აი ესეა, მეგობრებო, რაღაცაც იწყება. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ ერიკა, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ გაახმაუროთ ეს ვიდეო. და მოკლე მადლობა ჩვენს სპონსორებს კალციდან. მათთვის, ვინც არ იცის, კალცი არის ყველაზე დიდი პროგნოზირების ბაზარი შეერთებულ შტატებში. ეს ძირითადად პროგნოზების საფონდო ბირჟას გავს. და ეს შესანიშნავი გზაა იმის გასაგებად, რას ფიქრობენ ადამიანები სინამდვილეში. ასე რომ, აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალცის აპლიკაცია, გამოიყენეთ კოდი MITIURA და მიიღეთ $10 ფასდაკლება, როცა 10-ჯერ $10 ივაჭრებთ. კალცი. აუცილებლად დადეთ ფული იქ, სადაც თქვენი პროგნოზია. და მეგობრებო, შეხედეთ ამას. როცა ხედავთ, ვის წაუყენებენ ფედერალურ ბრალდებას 2026 წელს, აქ არის ჯონ ბრენანი, ლეტიცია ჯეიმსი და აქვე ილხან ომარი ნარინჯისფერში. და მისი შანსები სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან ხალხი ფიქრობს, რომ ამ ქალს ბრალს წაუყენებენ. და მართლა იმედი მაქვს, რომ ისინი მართალი არიან, რადგან რაც უფრო მეც იგებთ ამ ნამდვილ ძროხაზე, არ ვიცი სხვანაირად როგორ დავახასიათო იგი. ამ ადამიანმა, რომელმაც თაღლითურად მოიპარა ამდენი გადასახადის გადამხდელთა ფული და მაინც ამტკიცებს, რომ ამერიკელი ხალხის წარმომადგენელია, ეს უბრალოდ სრულიად და სრულად მაოცებს. ფიქრობ, რასაც ეს ბიჭი ამბობს, თითქოს აჯამებს ყველაფერს, რასაც ბევრი ჩვენგანი გრძნობს. მოდით ვნახოთ. ეს იყო ადგილი, სადაც ომარმა იზეიმა თავისი ძალაუფლების ზრდა. არსებობს ვიდეო 2021 წლის ივნისიდან, სადაც ომარი სწორედ იმ რესტორანში საფარიშია და თითქოს ბავშვებს საკვებს ურიგებს, მაგრამ საქმე ამაზე შორს მიდის. დემოკრატია აქტივისტი და ომარის ყოფილი საარჩევნო კამპანიის თანამშრომელი ღასან ჰაში საიდი სასამართლოში აღიარა, რომ მართავდა ყალბყვების პუნქტს, რომელიც აცხადებდა, რომ ბავშვებს დღეში 5,000 ულუფას აწვდიდა და მილიონები მიითვისა. რამაც უხებს ყველაზე მეტად ამ ყველაფერში. ნახე, მილიონ დეტალზე ვისაუბრებს, თუ როგორი საშინელი ადამიანია ილონი, მაგრამ სწორედ ამას აკეთებენ ისინი, ხომ ასეა? საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ ისინი თაღლითები არიან და ამას ფარულად აკეთებენ. ისინი ასევე თავს კარგ ადამიანებად ასაღებენ. რა თავხედობა უნდა გქონდეს, როგორც ადამიანს, რომ თქვა, იცი რა, მე ვითამაშებ თითქოს უამრავ ადამიანს ყვებავ, შემდეგ კი მოვიპარავ იმპულს, რომელიც მათ უნდა მისვლოდათ და ისე გამოვაჩენ თავს, თითქოს ძალიან კარგი ადამიანი ვარ. ეს უბრალოდ ადამიანად ყველაზე დაბალ საფეხურზე დაგაყენებს, რაც კი შემიძლია წარმოვიდგინო, ხომ ასეა? თუ ეს სიმართლეა და ეს რესტორანი მათთვის, ვინც არ იცით, რა სკანდალებშია ის ჩართული, სადაც ძალიან ბევრი დაფინანსება მიდიოდა ამ ყალბ ინსტიტუტებში. მაგრამ თუ ეს რესტორანი სადაც ის გადაიღეს და თითქოს ამბობდა, რომ აქ ვართ და ვეხმარებით ხალხს საკვებით, ძინამდვილეში დაფარვა იყო და მან ითამაშა თითქოს კარგი ქალი იყო, რომელიც გაჭირვებულ ხალხს დაეხმარებოდა. გულისხმობ ხალხო, ეს რამდენად დაბალია, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ქალი ყველაზე დაბალია და ფაქტობრივად თითქოს სომალის ჯაშუშია, როგორც ამბობენ. ის მუშაობდა ომარის 2018 და 2020 წლის კამპანიებზე, როგორც მისი ნების გამტარებელი სომალელთა საზოგადოებაში, მისთვის ამომრჩევლებს მობილიზებდა. ასე რომ, რასაც აქ ხედავთ, მინესოტაში ძალიან რეალური ტენდენცია ყალიბდება. ჩვენ გვაქვს მასშტაბური ფულის გათეთრების თაღლითობა. და კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ $100 მილიონ თუ არა მილიარდებზე. შეუძლებელია, რომ ოფიციალურმა პირებმა ამის შესახებ არ იცოდნენ. და მაინც მათ თვალები დახუჩეს სწორედ იმიტომ, რომ ისინი იმ თაღლითობაში ჩართული საზოგადოებისგან პოლიტიკურ სარგებელს იღებდნენ. ამჟამად მიმდინარეობს ეს უზარმაზარი სომალიური თაღლითობის ისტორია. და ეს მართლაც უზარმაზარია, როგორც თქვენ უკვე იცით. და ამ რაიონის სახია, კარგი ილხან ომარი, კარგი, რომელიც ამ ხალხს წარმოადგენს. მიმდინარეობს უზარმაზარი თაღლითობა, სადაც ის რეალურად უბრალოდ ხალხს ფულს პარავს. ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით. და ეს მხოლოდ მორალურ დონეზე არ არის, სადაც ესეთი რამ აბსურდულია.
ასე რომ ორგანიზაცია Feeding Our Future-ის დამფუძნებელი ეიმი ბახი ოფიციალურად ადანაშაულებს მინესოტას წარმომადგენელს 250 მილიონი დოლარის მოპარვის ყოფარვის ხელშეწყობაში. ეიმი ბახი ამბობს, რომ ომარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფედერალური USDA-ის შეღავათების გაფართოებაში, რამაც შეამცირა ზედამხედველობის მოთხოვნები ეჩმიტანილ რესტორანში და საშუალება მისცა რესტორნებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ კვების ანაზღაურების პროგრამებში ტრადიციული ინსპექციების გარეშე. კარგი. ასე რომ ილხან ომარი რომ ნათელი იყოს, არა მხოლოდ იღებს საკუთარ თავს ვიდეოზე როგორ აჭმევს ხალხს სისტემაში, რომელიც რეალურად არ მუშაობს, არამედ ის თაღლითობის გაფართოებასაც უწყობს ხელს, როგორც Feeding Our Future-ის დამფუძნებელმა ოფიციალურად განაცხადა. კარგი. ის ამბობს, რომ უჭირს დაიჯეროს, თითქოს ილხან ომარს არ ჰქონდა ინფორმაცია ფართოდ გავრცელებული თაღლითობის შესახებ. ილხან ომარის სახელი მინიმუმ 6 ჯერ იყო ნახსენები იმეილ პოსტებსა და ტექსტურ შეტყობინებებში, რომლებიც ბაკის ფედერალურ სასამართლო პროცესზე წარადგინეს. ილხან ომარმა 2020 წელს სარეკლამო ვიდეოც კი გადაიღო, სადაც აქებდა მათი საკვების განაწილების ძალისხმევას. რესტორანის სახელად საფარი ლედი ამტკიცებდა, რომ ყოველდღიურად 5000 ბავშვს ემსახურებოდა და მთლიანად იყო ჩართული თაღლითობაში. 16 მილიონი დოლარი მოიპარეს. ბევრი ეს ობიექტი პირდაპირ მასთან თანამშრომლობდა, ამბობს ბაკი. ის ასევე ამბობს, რომ ბევრი ოპერატორი მინეაპოლისის სომალიური თემიდან იყო, რომელიც ილხან ომარის კონგრესის ოლქის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბაკი ასევე ამბობს, რომ მინესოტას ოფიციალურ პირებს საეჭვო კვების ობიექტების შესახებ გააფრთხილა, მაგრამ უგულებელყვეს. მე მაქვს იმეილები, რომლებიც ადასტურებს, რომ გითხარით, რათა იცოდეთ. ვერ ხვდები, როგორ ზის ილხან ომარი კონგრესში და არ დაუკავებიათ, ეს პირდაპირ გაგაგიჯებს. ასე რომ აი ეს გვაქვს. ის ხელს უწყობს ამას და თავს კარგ ადამიანად აჩვენებს. მაგრამ ასევე გაქვს მისი პირადი ისტორიებიც, ხო ასეა, რაც უბრალოდ იმ 30 მილიონი დოლარის საკითხზეც მიმდინარეობს გამოძიება. ასევე ბევრი გამოძიება ჩატარდა იმაზე, თუ რა იცოდა მან ამ სოციალური დახმარების პროგრამებზე. მართალია. ასე რომ მან იცოდა ამ სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ, მაგრამ ასევე თავადაც იყენებდა მათ. და მათთვის, ვინც არ უყურეთ ჩვენს წინა ვიდეოებს ამ თემაზე, ილხან ომარი ერთხელ მოულოდნელად მილიონობით და მილიონობით დოლარის მფლობელი გახდა. და როცა ხალხი იწყებს ამ საკითხის შესწავლას, ილხან ომარი ამბობს: ბუღალტრული შეცდომა დაუშვი და სინამდვილეში ჩემი ქონება მხოლოდ რამდენიმე 1000 დოლარია, რაც უბრალოდ შეურაცხყოფაა ჩვენი გონიერებისთვის. ყველა მიცით, რომ ეს ასე არ არის. როგორც ბლიჯეტ გაბრიელი წერს, ილხან ომარის ქონება ერთ ღამეში 30 მილიონი დოლარიდან 95000 დოლარამდე შემცირდა. და ახლა ეთიკის კომიტეტი ჩაერთო საქმეში. მას აღარ რჩება დრო და ადგილები დასამალად, როგორც უნდა იყოს, რადგან პირად დონეზე მან სარგებელი მიიღო ამ ყველაფრიდან. მან მხოლოდ იმიჯი კი არ შექმნა, მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა კი არ მოიპოვა, რაც საშუალებას აძლევს მაღალ პოზიციაზე იყოს. მხოლოდ ის კი არ უზრუნველყო, რომ ყველა ამორჩეველი ისევ მისთვის აძლევს ხმას, რადგან მის დროს ამ თაღლითობიდან ბევრს არგებენას იღებენ, არამედ მან საკუთარი თავისთვისაც მოიპარა ფული. ამით ძირითადად მინეაპოლისის სომალიური საზოგადოება სარგებლობდა, მაგრამ აი ფინანსური დეკლარაციის შესწორებები. თავდაპირველი მონაცემებით, რომელიც მას სურდა საგადასახადო დეკლარაციაში ეჩვენებინა, იყო 6-დან 30 მილიონ დოლარამდე. და შემდეგ თქვა, რომ შეცდა. უпростоრად ჩემი ქონება 18000-დან 95000 დოლარამდეა. ეს არ არის საეჭვო ვინმესთვის. ანუ არა, რატომ უნდა იყოს ეს საეჭვო ვინმესთვის? იცით, როცა JD1C ამბობს, უნდა გამოვიძიოთ, რადგან რაღაც ამ ამბავში საეჭვოდ ჩანს. ხო, რაღაც მარფოთ საეჭვოდ ჩანს. ძალიან საეჭვოდ. ის ამტკიცებს, რომ ეს იყო შეუსაბამობა. და სახლი ეს ხომ დიდი რამე არა? ვფიქრობ, დიდი განსხვავებაა 6 მილიონსა და 30 მილიონს შორის. ანუ რა ხდება? უნდა იცოდე, რამდენი გაქვს ანგარიშზე, ხომ ასეა? გულისხმობ, როცა უბრალოდ 100 მილიონ დოლარს იპარავ. რა განსხვავებაა 6-სა და 30 შორის? უბრალოდ მეტი მოიპარე. 130 როგორია? ვის აინტერესებს? ის რომ ილხან ომარის ქონება 18000 დოლარს შეადგენს, ყოველს გონიერების შეურაცხყოფა. დედამიწაზე ფაქტობრივად ნულოვანი შანსია, რომ ეს სწორი იყოს. რამდენია შენი ქონება? წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა ახლა წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტს მიმართა, რომ გამოიძიოს მისი საქმე. ის ახლა ძალიან მკაცრი დაკვირვების ქვეშა. ისინი ცდილობდნენ ამის გაკეთებას ადგილობრივ დონეზე მინესოტაში, მაგრამ მას 6 ხმა სჭირდებოდა. იქ იყო 5 რესპუბლიკელი და 3 დემოკრატი. ასე რომ რესპუბლიკელებს არ ჰქონდათ საჭირო 6 ხმა და ეს ჩავარდა. ეს დაასრულა. რასან თუ ხაროა, რომ ეს ჩავარდა. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ეს ხალი უბრალოდ манипуляტორი არ არის, ის აგრეთვე ბოროტია. ჩემთვის ეს ყოველთვის დიდი მაჩვენებელია. რადგან კარგი ადამიანები უბრალოდ კარგები არიან, ხომ იცით? თბილები. და როცა ასე არ შეგიძლია იყო თბილი, უბრალოდ ელემენტარული ზრდილობის დონეზე, რაღაც ამაში არასწორია. აგარსად გაქვს დასამალი, ილონ, შენ ხარ ის, ვინც მოკეტე და მომშორდი აქედან. ძმაო, აბაზანა გჭირდება, საშინლად ყარ. მომშორდი. სჯობს იესოს გახვე, ილონ. სჯობს დანაშაულს თავი დაანებო. შენი ესოს მიხვები. სადაც ამბობ, ილონ, ამალო შეუძლებელია. შენ ხარ ის, ვინც მოკეტე საშინლად. შეიძლება ეს გავიხადოთ ჩემი სლოგანი, მაგრამ მომშორდი. და მომშორდი. შეიძლება გამოვძვრე ამით, თუმცა ამ პლატფორმაზე არ მოგწონს უცენზურო სიტყვების გამოყენება.
თუმცა მთავრობის წარმომადგენელი რომ ხან იფიქრებდი რომ მედია ტრენინგი მოგცემდა ემოციური კონტროლის უნარს, რომ არ ეტყოდი ვინმეს უბრალოდ გაჩუმდი, მომშორდი, ასე იფიქრებდი, მაგრამ სამწუხაროდ არა. და ეს იმიტომ რომ ის ამ ადამიანების ჯგუფს ეკუთვნის და არ შეუძლია ემოციების კონტროლი. ღმერთო ჩემო. السلام عليكم ورحمة الله وبركاته. آدي آد أن وقف فرح سنة هاي عاو إن حفل الدان أو دمان دتك უბრალოდ უნდა გკითხო საკუთარ თავს, როდის იტყვიან ადამიანები, კარგი, ის მილიონებს იპარავს მთავრობისგან, ის საშინელი ადამიანია, თვითონაც თაღლითია ფულთან დაკავშირებით. ის კამპანიას აწარმოებს საშინელი ადამიანებისთვის, პირდაპირ საშინელი ადამიანებისთვის. თითქმის გონია, რომ საერთოდ არ არის ამერიკისთვის ამ პროამერიკული. ტრამპიც კი გამოდის მის წინააღმდეგ. რა ტიპის ემიგრანტები? გინდა რომ ნახო ამერიკაში. ხო, ისინი ნამდვილად ცვლილს შეაქვთ. კი, მინდა ვნახო ადამიანები, რომლებიც ცვლილს შეიტანენ. არ მინდა სომალია ვნახო. არ მინდა ვნახო ქალი, რომელიც იცი თავის ძმას ქორწინდება, რომ აქ მოხდეს და მე კონგრესმენი ხდება, არაფერს აკეთებს გარდა წუწუნისა. ის მხოლოდ წუწუნებს და მისი ქვეყანა არეულობაშია. იცი ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდია მსოფლიოში. დაუბრუნდეს თავის ქვეყანას და იქ მოაგვაროს პრობლემები. და ეს არის ყველაფერი. ეს არის პირდაპირ ის შეჯამება, რაც ყველას გჭირდებოდა. ეს ადამიანები მზად არიან შემოვიდნენ, უკანონოდ იმოქმედონ, დაუსჯელად დარჩნენ, იწუწუნონ და ისევ იწუწუნონ. თუ რამდენად ანტიამერიკულია ეს ქვეყანა, რამდენად საშინელია აქ ყველაფერი. მთელი ამ დროის განმავლობაში უბრალოდ იპარავენ რესურსებს და არასდროს უფიქრდებათ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება და იქაურობის გამოსწორება. და სწორედ ამას ყველა უნდა ამ ეტაპზე. ილხან ომარი დაბრუნდი სომალიში, გახდი სომალის პრემიერ-მინისტრი. ვნახოთ როგორ გამოგივა ეს. ამერიკაში აღარავის ჭირდები. და ვფიქრობ დროა JD Vance-მა და ყველა მამაზე იზრუნოს და მოიშორონის. რამდენი მტკიცებულება და დადასტურება კიდევ გჭირდებათ, რომ დაინახოთ ეს ქალი ამერიკის მხარეს არ არის. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.